საერთოდ ცუდამინში ვერ იდებით ხოლმე გადაღებას. მაგრამ დღეს ეს საჭიროა, იმიტომ რომ დღეს გვაქვს ექსპერიმენტი და ამ ექსპერიმენტს სჭირდება და უხდება ცუდი ამინდი და ცოტა სიცივე. ეს მანქანა, როგორც ხედავთ, არის ვენი, დიდი, მისი სიგრძე არის 6 მეტრი. გახლავთ სატვირთო ვენი და რაც ყველაზე საინტერესოა არის ელექტრომობილი. ანუ არის დიდი ელექტროვენი. აღარ არის შორს ის დრო, კი არა და პრინციპში უკვე მოვიდა ის დრო, როცა დისტრიბუცია და აი ასეთი ავტომობილების, კომერციული ავტომობილის მომხმარებლები გადაერთვებიან ელექტრომობილებზე და ეს არის სიახლე საქართველოში სრულიად ახალი ბრენდი, რომელიც შემოიყვანა ჯილი ცენტრი თეგეტამ და ეს არის ჯილის ქვებრენდი Farizon. ამ ავტომობილის სრული სახელწოდება გახლავთ ჯილი Farizon SV. SV იშიფრება როგორც სუპერვენი და სუპერვენის მნიშვნელობით კარგად რომ გავიაზროთ, ეს არის არა მარტო სატვირთო ვენი, არამედ შეიძლება იყოს სამგზავრო, სამედიცინო, ანუ სასწრაფო დახმარების, შეიძლება იყოს კემპერიც და ასე შემდეგ, ბევრი ვერსია იწარმოება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ გვყავს უკვე სატვირთო, ჩვენ ახლა მას დავტვირთავთ, მისი ტვირთამწეობის შესაბამისად, დაუდებთ თითქმის მაქსიმალურ წონას და გავტესტავთ რეალობაში, რამდენ კილომეტრს გადის. და თანაც გავტესტავთ არა ქალაქში, სადაც როგორც წესი ელექტრომობილები მაქსიმალურად გადიან ხოლმე იმ დაანონსებულ რესურსს, არამედ გავტესტავთ ტრასაზე, თბილისიდან წავალთ ქუთაისში და ვივლით აბსოლუტურად დასაშვები მაქსიმალური სისწრაფით. ახლა გაჩვენებთ ამ მანქანის სატვირთო განყოფილებას და გაჩვენებთ იმ ბარგს, რომელიც დავუდეთ. ეს გამართვი. აი ესეთი დიდი საბარგო განყოფილება არის მისი მოცულობა 13 მეტრ-კუბი ჯამში. ესეც ჩვენი ტვირთი. ეს გახლავთ ქვიშა და ჩვენ აქ გვაქვს 55 ტომარა. 16 და 7. თითოეული ტომარა იწონის 19 კილოგრამს დაახლოებით, მაგრამ მაინც მოდი გავზომოთ, ზუსტად ავწონოთ. და 200. ანუ ეს ნიშნავს, რომ ჯამში ტვირთი გამოდის 1045-1050 კილოგრამი გააჩნია იმ რაღაცა 100-200 გრამებს, რაც ემატება თითოეულ ამ ტომარას. ტვირთამწეობა აქვს 1080 კილოგრამი, ანუ ეს არის ზუსტად მაქსიმალური წონა, რაც ამ მანქანაში არის რეკომენდებული. სანამ დავიძრებით და წავალთ ქუთაისში 1000 კილოგრამი ტვირთით, მანამდე ცოტა ვისაუბროთ ელემენტზე და იმაზე თუ რამდენად სწრაფად და როგორ იტენება ეს ავტომობილი. მოკლედ, აქვს ამ კონკრეტულ ვერსიას 83 კილოვატ-საათიანი ელემენტი, ასევე გამოდის 67 კილოვატ-საათიანი ელემენტით და 106 კილოვატ-საათიანი ელემენტით, მაგრამ ამას აქვს 83. ამ წუთას ჩვენ შეერთებული გვაქვს DC დამტენზე, ანუ რომელიც არის სწრაფი დამტენი და სწრაფ დასამუხტ აპარატზე იტენება 140 კილოვატით. ეს ნიშნავს, რომ სწრაფ დამტენზე თქვენ ამ მანქანას დატენთ დაახლოებით 36 წუთში. რაც შეეხება AC დამტენს, ანუ ჩვეულებრივ სახლის როზეთში დატენვას, იქ უკვე აქვს 11 კილოვატ-საათი დაახლოებით სისწრაფე დატენვის. WLTP-ის მიხედვით უწერია 328 კილომეტრი. ცხადია, ეს იმას ნიშნავს, რომ ქუთაისში უპრობლემოდ უნდა ჩავიდეთ, მაგრამ ჩვენ დღეს სხვა რამეს ვტესტავთ. ჩვენ დღეს ვტესტავთ იმას, რამდენს გაივლის რეალურად აი ამ ამინდში 1000 კილოგრამი, ანუ 1 ტონა ტვირთით. ზუსტად ახლა დაამთავრა დამუხტვა, დაიმუხტა 100%-მდე. ბოლო დამუხტვის დრო გამოგვივიდა 30 წუთი და ახლა დროა დავიძრათ ქუთაისისკენ. წავედით. კარგი, მზად ვართ იმისთვის, რომ დავიძრათ, ელემენტი 100%-ზეა.
მივდივართ ქუთაისისკენ, 1 ტონა ტვირთი გვიდევს და ჯერ სანამ დავიძრები მოკლე მიმოხილვა სალონის. პირველი რაც მინდა გითხრათ არის ის, რომ B კატეგორიის მართვის მოწმობა, ვისაც აქვს შეუძლია მართოს ეს მანქანა, მისი წონაც და ზომებით შეესაბამება B კატეგორიას, რაც არის ძალიან კარგი. დამეთანხმებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სალონში ცხოვლის სამუშაო მაგიდასთან არის იმაზე კარგი გარემო, ვიდრე ელოდებით აი ესეთ კომერციულ ავტომობილში, იმიტომ რომ როგორც წესი მწარმოებლებიც და არც მერე ბიზნესი, რომელიც ყიდულობს ესეთ მანქანებს, ძალიან ხშირად არ ფიქრობენ ხოლმე მძღოლების კომფორტზე და იმაზე, რომ მძღოლმა იგრძნოს თავი რაღაცა განსაკუთრებულად კომფორტულად. ამ შემთხვევაში, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ სალონი რა თქმა უნდა არის მინიმალისტური და ეს არ არის რაღაცა მდიდრული გარემო, მაგრამ ვენში, სატვირთო ვენში ესეთი ლამაზი დეტალები, ფერში შეფერილი, ეკრანი ცხადია, ძალიან კარგი გრაფიკით, აი ეს სივრცე, ხილვადობა, აი ეს ყველაფერი რაც აქ გვაქვს, არის ძალიან კომფორტული, ასე რომ მძღოლები საკმაოდ კარგად იგრძნობენ თავს. საჭის მოძრაობის დიაპაზონები არის მშვენიერი ზემოთ, ქვემოთ, სიღრმეში. თუ ბოლომდე ჩავწევთ, ცოტა ვეღარ ვხედავ, აი ესე ჯობია. აქვს ბევრი სათავსო ჭიქების ჩასადები აქ, რა ვიცი, ნებისმიერი რამის ან ტელეფონის, აქ კიდე მეორე სათავსო, ასევე დიდი, ცხადია, სახელთათმანი ეგრეთ წოდებული ბარდაჩოკი, ეს ძალიან შეუულებრივია. ხო, მძღოლისთვის სარკე არ არის, მძღოლს კაპრანჭო არ ჭირდება. აი აქ არის ძალიან დიდი სათავსოები, ამ მარცხენა მხარესაც და მარჯვენა მხარესაც, საკმაოდ დიდია, ესე ვიზუალურად შეიძლება არ ჩანს. აი ნახეთ, რამ ხელა აქ შეიძლება რაღაც ქურთუკის კი ჩადო. მშვენიერი ეკრანი, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ. მშვენიერი გრაფიკით, აი აქაც რა თქმა უნდა ციფრული ეკრანი, სადაც გვაქვს უკვე მონაცემები, რამდენი კილომეტრს გაივლი, ელემენტის მდგომარეობა, მიმდინარე ხარჯი ელექტროენერგიის. ხო, ღილაკები, კლიმატ კონტროლის, აქაც ციფრული ეკრანი გვაქვს. სავარძელის მდგომარეობა. ეს არის ბოლომდე გაწეული. ჩემთვის ეს ბევრია. ეს არის ყველაზე ახლო მდგომარეობა. სადღაც აი ეს არის, არა, ცოტა უფრო წინ. ჩემი მდგომარეობა. არა, ცოტა უფრო წინ. კი ბატონო. აქვს უამრავი ასისტენტ სისტემა, ზოლიდან ზოლში გადასვლის ასისტენტი, საგზაო ნიშნების ამომცნობი, გიჩვენებს აქ და გაჩვენებს ასევე გაძლევს სიგნალებს, სისწრაფის ლიმიტი, რომ არ გადააჭარბოს სიჩქარეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, ეხლა დრო დავიძრათ და მე გზაში კიდე რა თქმა უნდა ბევრს ვისაუბრებთ როგორც ამ მანქანაზე, ისე იმაზე თუ როგორ დადის ის 1 ტონა ტვირთით 1045-1050 კილოგრამით გვაქვს დატვირთული და რამდენს გადის რაც თავარია ამ წუთისთვის სანამ დავიძრები 100% ელემენტი 344 კილომეტრს წერს ამ წუთას გასავლელ რესურსს რა თქმა უნდა ქუთაისში წესვით ჩავიდით აბსოლუტურად უპრობლემოდ იმიტომ რომ იქამდე არის დაახლოებით 210 კილომეტრი მაგრამ 1 ტონა ტვირთით აი ეს არის საინტერესო ეხლა ვნახოთ რა და როგორ იქნება წავედით ერთი რამე, ბარემ რეკუპერაციის დონე დავაყენოთ ახლა ჩვენ მაქსიმალურზე აქვს რეკუპერაციის 3 დონე. რეკუპერაცია ვინც არ იცის, მაინც ყველა მიცის, მაგრამ ვინც არ იცის, ეს არის ელექტროენერგიის უკუმოგება თვითონ რომ უხტავს ელემენტს დამოხრუჭებით ან შენელებით. აი ასეთ ამინში არის კარგი ელექტრომობილის გამოცდა, იმიტომ რომ ძალიან რეალურ შედეგებს დადებს. წვიმა მჭირდება მუდმივად ჩართული კონდიციონერი თბილ ჰაერზე ოღონდ იმისთვის რომ არ დამიორთქლოს საქარემინა და ავტობანია მივდივარ 100 კმ/სთ სიჩქარით. ჯერჯერობით წეროვნის ტერიტორიაა ეს და ასეთ ამინში გვიხდება Farizon SOS გატესტვა. წეროვანში ვარ და 91% არის ელემენტის მდგომარეობა ამ წუთას. ახლა კამერისთვის გამოვხდე, მაგრამ ეს ჩართული მაქვს მუსიკაც, ფარებიც. მოკლედ, ესეთი კარგი ატმოსფერო და კარგი გარემოა. ძალიან კაი გარემოა იმისთვის, რომ გაიტესტოს ელექტრომობილი 1 ტონა ტვირთით. ხო, ასევე გამოვხდე ეკოც, იმიტომ რომ ტრასაზე
ეკოთის სიარული, როცა სწრაფად გიწევს მოძრაობა, უკვე ნაკლებად კომფორტული არის, იმიტომ რომ გასწრებაზე ვეღარ გახვალ ისე კარგად, თუ დაგჭირდა, ამიტომ ტრასაზე მაინც გამოვხდე ეკო, იმიტომ რომ მუდმივად ესე ეკო რეჟიმში და დიდი რეკუპერაციით არ მინდა სიარული. ესეც ასე. უკვე ვარ არგვეთაში, უახლოვდები ქუთაისს, დარჩენილია დაახლოებით 28 კილომეტრი ქუთაისამდე, გავლილი მაქვს ამ დროისთვის 185 კილომეტრი, კი ბატონო. და ელემენტის მდგომარეობა არის ესე 32%-ია ამ წუთისთვის დარჩენილი და 103 კილომეტრი კიდევ გავლის რესურსი. შეგახსენებთ, რომ ავტომობილს 1 ტონა ტვირთი უდევს, თვითონ მანქანა არის 3 ტონა ნახევრიანი. და პლუს 1 ტონა გამოდის, რომ ჯამში 4 ტონა ნახევარს მიათრევს ახლა აი ეს 83 კილოვატ-საათიანი ელემენტი, რომელიც ამ მანქანას აქვს. მოკლედ 185 გავლილია, უკვე 102 კილომეტრი დარჩენილი, ესე იგი 287 კილომეტრი გამოვიდა აქამდე, აი ამ ტვირთით და აი ამ ამინდში. ჯამში ეწერა 340 დაახლოებით, როგორც გახსოვთ 100%-დან და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი შედეგია. რაც ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანია, როგორც კი რიკოთის მთავარი გვირაბი გავიარეთ და დაიწყო დაღმართები, ძალიან კარგად ამუშავდა რეკუპერაცია. და რეალურად აი იმ გვირაბიდან ზესტაფონამდე ფაქტობრივად არ მოკლებია პროცენტი ელემენტს. პირიქით მოემატა 1-2%, ძალიან კარგად გამოიმუშავა თვითონვე ელექტროენერგია, რეგენერაციის პროცესი იყო აშკარად ეფექტური და აი როგორც უკვე მე ზესტაფონს გამოვსვით და უკვე ავტობანი როცა დაიწყო და როცა უკვე 80 კმ/სთ-ზე მეტი იყო სიჩქარე დასაშვები და ისევ აუწიეს ისწრაფე 100-მდე, აი მაშინ აიწია ისევ ელექტროენერგიის ხარჯი და ამ წუთისთვის საშუალო ხარჯი არის 23.9 კილოვატ-საათი 100 კილომეტრზე. აი ახლა გახდა 24. რაც მთავარია, მისი ფასი არის განსაკუთრებით საინტერესო, ეხლა თქვენ განსაკუთრებით ბიზნესის წარმომადგენლები და ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, ვისაც ესეთი ავტომობილები ჭირდება, მიმიხვდებიან რას გულისხმობ, როცა ვიტყვი, რომ Horizon SV, Geely Horizon SV, ეს მანქანა ღირს $40,000 ექვივალენტი ლარში. დიზელის ძრავის მქონე ცნობილი აი ამ ავტომობილის კონკურენტები, ახლები გარანტიით ღირს გაცილებით მეტი. რაც შეეხება გარანტიას, ავტომობილზე არის 3 წელი გარანტია, ოფიციალური, ქარხნული, ხოლო ელემენტზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ელექტრომობილთან დაკავშირებით, არის უკვე 5 წელი. ანუ 3 წელი მანქანაზე, 5 წელი ელემენტზე. ეს არის ძალიან კარგი, როცა ესეთი გარანტია აქვს ავტომობილს. და როცა ვამბობ, რომ საინტერესო ვენია, აქვე ბარემ ცოტა უფრო დეტალურად განვიხილოთ, როგორი ვენია. ეს ამ შემთხვევაში არის სატვირთო, მაგრამ აქვს 15-მდე მოდიფიკაცია. ანუ 15-ნაირი შეიძლება იყოს. მაგალითად შეიძლება იყოს სამგზავრო ვენი, ეს კარგია გაქირავებისთვის, სასტუმროებისთვის და ასე შემდეგ. შეიძლება იყოს არა უბრალოდ სამგზავრო, არამედ პრემიუმ სამგზავრო ვენი, უკვე მასაჟორი სავარძლებით და ასე შემდეგ, უფრო მეტი კომფორტით. შეიძლება იყოს სასწრაფო დახმარების ავტომობილი და არა მარტო სასწრაფო, არამედ ზოგადად სამედიცინო დანიშნულების, იქ რეანიმობილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შეიძლება იყოს კემპერიც კი, ნუ ჩინელები ყველაფერს აკეთებენ აბსოლუტურად და ქარხნულად ამზადებენ ასევე ამ მანქანის კემპერ ვერსიას. ერთი სიტყვით ძალიან მრავალმხრივი და მრავალფუნქციური ვენია და ფასი ყოველთვის არის, რა თქმა უნდა, იმაზე ნაკლები, ვიდრე მისი ცნობილი კონკურენტები. ეს არის ჩინელების ძალიან დიდი პლუსი. ასევე რაც ძალიან საინტერესოა, იწარმოება, რა თქმა უნდა, მაცივრითაც.
განსაკუთრებით მასივრიანი ვერსიები ჭირდებათ ხოლმე ბევრ კომპანიას, იმიტომ რომ გადაიტანონ შესაბამისი ტვირთი ციურ მდგომარეობაში ან გაყინულ მდგომარეობაში იწარმოება მასივრითაც და საერთოდ ეს Farizon SV არის ევროპული ვერსია, ევროპის ბაზრისთვის განკუთვნილი ვერსია და მარტივად მივხვდი რომ ევროპული ვერსია იყო და რითი მივხვდი გეტყვით ახლავე. მანქანას აქვს როგორც ზოლიდან ზოლში გადასვლის ასისტენტი, ანუ ზოლიდან ზოლში მოხვევის სიმციმას გარეშე რომ გადახვალ სიგნალებს გაძლევს და გაბრუნებს ზოლში. აქვს ასევე საგზაონიშნების ამომცნობი ასისტენტი, აქვს დამუხრუჭების, ავარიული დამუხრუჭების ასისტენტი, როცა ხდება რომ რაღაცას ეჯახები თვითონ ამოხრუჭებს. ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილ ასეთ მანქანებში ეს სისტემები როგორც კი გათიშავ, რომ გადახვალ მანქანიდან, როცა სისტემებს გათიშავ, როცა მანქანას დააყენებ და გადახვალ, მე თავიდან რომ ჩარჯდები და თავიდან აამუშავებ და თავიდან დაძრავ, ისევ ჩართული ხდება. ეს არის ზუსტად ევროპული რეგულაციები, რომ ისევ ჩართული დაგხვდეს. რაც შეეხება მის სერვისს, ელექტრომობილია და უკვე ხვდებით, რომ რა სერვისები არ დაჭირდება შიგაწვისძრავიან მანქანებთან შედარებით, მაგრამ მაინც გარკვეული სერვისები მას ჭირდება, მას აქვს ოფიციალური გარანტია, ამიტომ აქვე გეტყვით, რომ Farizon ცენტრი თეგეტა იქნება თეგეტას ახალ გეზის ფილიალში, რომელიც არის ლილოს შემოვლით გზაზე და იქ ჩვეულებრივ ოფიციალური სერვისი ექნება ამ მანქანას, მიიღებთ ნებისმიერ სერვისს ამ ავტომობილთან დაკავშირებით. ხო, ახლა კიდევ გადავამოწმე ზუსტად ამ ვერსიის ფასი. ზუსტად ეს ვერსია, რომელსაც ჩვენ დღეს ტესტავთ და უწყობთ ამ გამოცდას, ღირს $42,000 ეკვივალენტი ლარში. 42,000 შეიძლება ახლა უცებ ბევრისთვის ბევრად ჟღერდეს, მაგრამ იმ ბიზნესის წარმომადგენლები, იმ კომპანიების ხელმძღვანელები, რომლებსაც ჭირდებათ ასეთი ავტომობილები, გნებავთ სატვირთო, გნებავთ სამგზავრო, გნებავთ მასივრიანი და ასე შემდეგ, მიმიხვდებიან, რომ რას ვამბობ, როცა ვამბობ, რომ ეს არის კარგი ფასი, იმიტომ რომ იდენტური შიგაწვისძრავიანი ვენები დიზელის ძრავით ან ბენზინის ძრავით იშვიათად ყიდულობენ მაინც ამ ხელოვენებს, მაგრამ დიზელის ძრავიანი ვენები, ცნობილი კონკურენტები გაცილებით ძვირად ფასობენ და ეს პრინციპში ყველა მიცის. ძალიან კარგი ფასია და აქვე ვთქვათ, რომ ბევრი მოდიფიკაცია აქვს კიდევ ერთხელ და ფასები რა თქმა უნდა ვარირებს. დაბლად ჩამოდის, ზემოთაც ადის. ამ შემთხვევაში მე გეუბნებით 83 კილოვატ-საათიანი ელემენტის მქონე Farizon SV-ს ფასს. 12 კილომეტრია დარჩენილი ქუთაისამდე, ანუ ჯამში იყო დაახლოებით 200 საათი, 215, 12 კილომეტრი და დაგვრჩა 22% და 66 კილომეტრის რესურსი. ანუ დაახლოებით 55 კილომეტრს ეს მანქანა კიდევ გაივლის მას მერე რაც ჩავალთ ქუთაისში. აი ასეთ პირობებში, ასეთი მგზავრობით, ასეთი ტვირთით 1 ტონა, რაც მისი მაქსიმალური დასაშვები ტვირთამწეობაა. კარგი, შემდეგი უკვე გაჩერება გვექნება ქუთაისში, იქ საბოლოოდ შევაჯამოთ და კიდევ ერთხელ მოვიხილოთ და ამავდროულად ზუსტად დავითვალოთ რა უპირატესობა შეიძლება მისცეს ელექტრომობილმა, აი ასეთმა ელექტროვენმა მის ფლობელ კომპანიას, ანუ ჩვეულებრივ ძღოლს შიგაწვისძრავიან მანქანასთან შედარებით და საერთოდ რამდენად გონივრულია ელექტროვენის ყოლა დღეს. მაშასე, ჯილი Farizon SV და მისი დღევანდელი გამოცდა. მოდი შევაჯამოთ ჯერ ციფრებით და ჯერ ვილაპარაკოთ ციფრებით. თბილისიდან ქუთაისამდე არის დაახლოებით 210 კილომეტრი. ჩვენ გავიარეთ ეს მანძილი სრული დატვირთვით, 1 ტონიანი ტვირთით, არანაირი დაზოგვით, ჩამოვედით ქუთაისში და დარჩა კიდევ 50 კილომეტრის გავლის რესურსი. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ აი ესეთი მაქსიმალური დატვირთვით და ასეთ ამინდში 260 კილომეტრს ეს მანქანა გაივლის. ოღონდ თან ავტობანზე გაივლის.
ქალაქში, რა თქმა უნდა, გაივლის უფრო მეც. უწერია 328 კილომეტრი WL ტიპის მიხედვით, ეს იმას ნიშნავს, რომ 300 კილომეტრს ყველა ვარიანტში გაივლის. მოდით ახლა ვისაუბროთ ამ კუთხით, ანუ 300 კილომეტრი არის ის მინიმუმი, რასაც აუცილებლად გაივლის ქალაქში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ელექტროენერგიის ტარიფები გააზვირდა როგორც კერძო მომხმარებლისთვის, ასევე კომერციული სექტორისთვის, დავთვალოთ ასე. 300 კილომეტრი ავიღოთ, კომერციულ სექტორს მისი ერთი დამუხტვა დაუჯდება 29 ლარი და გაივლის 300 კილომეტრს მინიმუმ მაქსიმალური დატვირთვით. ხოლო თუ სახლის პირობებში დამუხტავთ, დაგიჯდებათ დაახლოებით 23 ლარი და 23 ლარად გაივლით უკვე 300 კილომეტრს მინიმუმ. მეტ მათემატიკას ნუ არ მომთხოვთ, თქვენ თვითონ შეადარეთ რა იქნებოდა შესაბამის მანძილებზე დიზელის ძრავის მქონე ან ბენზინის ძრავის მქონე ასეთი ავტომობილის ხარჯი. მით უმეტეს რომ საწვავის ფასები ძალიან გარბის მაღლა და არასტაბილურია. მოკლედ კონკრეტული შემთხვევისთვის თქვენ თვითონ დათვალეთ და ამ მომენტისთვის დღევანდელი მდგომარეობით გამოდის რომ მინიმუმ 2.5-ჯერ მეტი დაგიჯდებათ იგივე მანძილის გავლა, მაგალითად დიზელის ძრავიანი იგივე კლასის ვენით. ეს რაც შეეხებოდა ციფრებს. ზოგადად კი დისტრიბუციისთვის, მედიცინისთვის ან ავტოგვაქირავებისთვის როგორც სამგზავრო ვენი ფინანსურადაც მომგებიანია, ეკოლოგიურიცაა და პრინციპში დამტენებსაც დაგიმონტაჟებენ ნებისმიერ ტერიტორიაზე, სადაც თხოვთ. და გარდა ამისა, ცხადია რომ ნებისმიერ დამტენზე შეიძლება შეაერთოთ და დამუხტოს როგორც სწრაფზე, ისე ჩვეულებრივზე სახლის პირობებში. ეს ექსპერიმენტი დამთავრებულია, Geely Farizon SV, როგორც იშიფრება, სუპერვენი, უკვე გელოდებათ Farizon ცენტრი თეგეტაში, რომელიც მდებარეობს თეგეტას ახალ გეზის ფილიალში. მისი ფასი, აი ამ ვერსიის ფასი არის $42,000 ეკვივალენტი ლარში, მანქანაზე გარანტია 3 წელი, ელემენტზე 5. დროებით.